გადაცემის ამ ნაწილს მნიშვნელოვან თემას ვუთმობთ 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რიტეილ ასოციაციასა და კომპანია COS, ანუ Concept of Safety შორის. კომპანია Concept of Safety უკვე რამდენიმე წელია ბიზნეს სექტორში შრომის უსაფრთხოების კულტურის განვითარებაზე მუშაობს, თუმცა ბოლო პერიოდში კომპანია კიდევ უფრო ხმად ჩაეშვა იმ საკითხებში, რაც უსაფრთხო სამუშაო გარემოს საფუძველს ქმნის თანამშრომელთა ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში. სწორედ ამიტომ მემორანდუმის გაფორმების თარიღი სიმბოლურად სწორედ მენტალური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს მოხდა, დღეს, როდესაც თითქმის ყველა სექტორი დგას მაღალი სამუშაო დატვირთვის, ემოციური სტრესისა და ასევე ტალანტების შენარჩუნების გამოწვევების წინაშე. აუცილებელია, რომ კომპანიებმა თანამშრომლებზე ზრუნვა სტრატეგიულად განიხილონ. დეტალების მოსაკითხად მოვიწვიეთ გადაცემაში სტუმრები, სოფიო ქაშაკაშვილი, რიტეილ ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს მასპინძლობთ და ასევე ჩვენთან ერთად არის სოფიო მამესწარეშვილი, COS ტრენინგების განვითარების ლიდი. მოგესალმებით. დილონშტობის. დავიწყოთ ამ თანამშრომლობით. საუბარი რას გულისხმობს ეს მემორანდუმი და როგორ იქნება ეს ტრენინგების ნაწილი, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება თანამშრომლებისთვის და როგორი არის ზოგადად აი ბიზნესის ხედვა, როგორი უნდა იყოს ბიზნესის ხედვა ამ მიმართულებით? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით მას მაყურებელს. დიდი მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის და ჩვენი მოწვევისთვის. ჩვენი რიტეილ ასოციაციის და კომპანია COS-ის თანამშრომლობა რამდენიმე წელიწადია უკვე მიმდინარეობს. დაახლოებით 2021 წელს, როდესაც SAIP-ის მხარდაჭერით მოვიპოვეთ გრანტი, საკმაოდ მასშტაბიანი ტრენინგები ჩავატარეთ შრომით უსაფრთხოებაში, გადავამზადეთ შუარგოლის მენეჯერები დაახლოებით 150 ადამიანი რიტეილ სექტორში. ძალიან ყოფიერად ჩატარდა ეს ტრენინგები, შემდეგ ისევე SAIP-ის მხარდაჭერით გადავიღეთ ანიმაციები, 10 ანიმაცია, რომელიც მოიცავს სტანდარტულ წესებს. დღესაც სარგებლობს ამით მთლიანად რიტეილ სექტორი და არა მარტო ბიზნეს სექტორიც, რომელიც მიყვება სანიტარო-ჰიგიენური ნორმების დაცვას, თქვათ, როგორ უნდა მოხდეს მძიმე ტვირთების აწევა საწყობში, როგორ უნდა მიუდგეთ ელექტროობის მოწყობილობებს და ასე შემდეგ. ძალიან სასარგებლო ანიმაციებია და ატვირთული არის ჩვენს Facebook გვერდზე და დღესაც შეუძლიათ სხვა კომპანიებს რომ ისარგებლონ. ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ძალიან სასარგებლო ტრენინგი ჩავატარეთ სურსათის უნებლობის მიმართულებით, შრომის სამართლის მიმართულებით და კიდევ გვაქვს რა თქმა უნდა შორს მიმავალი გეგმები, კონცენტრირდებით უფრო მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით და ზუსტად ამიტომ გავაფორმეთ 10 ოქტომბერს ჩვენი მემორანდუმი. თვითონ პროგრამის შესახებ ჩემი კოლეგა სოფო მომეშველება და განავრცობს არაჩვეულებრივი რაღაც ახალი პროგრამა შემოიტანეს, რომელიც საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს ბიზნესებში, რადგან რიტეილ სექტორი მოგეხსენებათ ძალიან სწრაფად ვითარდება, ახალ ტენდენციებს მიყვება და გარემოც საკმაოდ სტრესული არის და სწორედ ასეთი მიმართულების ტრენინგების ჩატარება თანამშრომლებისთვის არის საკმაოდ ნაყოფიერი, ზრდის მოტივაციას და მოკლედ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ, ხო? დადებითი მხარეც. ხო, რა ტიპის გამოწვევა ამაზეც ვისაუბროთ, თავისთავად ხადია, რაღაც განვითარების ეტაპზე ბიზნესების სხვადასხვა გამოწვევებია, პირველ ეტაპზე სხვა არის, შემდეგ სხვა და ასე შემდეგ. მენტალური ჯანმრთელობის მიმართულება რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ბიზნესებისთვის, მით უმეტეს უკვე განვითარებული ბიზნესებისთვის და რა ეტაპზე უნდა იზრუნოს ბიზნესმა ამ მიმართულებაზე ეს თუ არის ასე ვთქვათ თემა, რომელიც მსჯელობის საგანია, თუ ცალსახად რაღაც კონკრეტულ გარდამავალ ეტაპზე ყველა ბიზნესს შეიძლება რომ სჭირდებოდეს. მოგესალმებით და დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ჩვენი კომპანია COS Concept of Safety 6 წელია ოპერირებს ბაზარზე და ნერგავთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სისტემებს. ჩვენთვის ყოველთვის განვიხილავთ ხოლმე, რომ შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის თანაბრად მნიშვნელოვანი, თუმცა ყველასთვის ასე არ არის სამწუხაროდ, იმიტომ რომ ხშირად უსაფრთხოება არის დაპრიორიტეტებული და ჯანმრთელობაზე ზრუნვა სრულიად უგულებელყოფილია ხოლმე. სწორედ ამ მოტივით ჩვენ შემოვიტანეთ საერთაშორისო ორგანიზაცია ILO-ს ძალიან საინტერესო პროდუქტი, რომელიც გახლავთ Solvi, რასაც თავაზობთ ქართულ ბიზნესებს. აღნიშნული პროდუქტი ვფიქრობ, რომ ვუპასუხო და გამოვეხმაურო თქვენ შეკითხვას, არის აბსოლუტურად ყველასთვის რელევანტური და საჭირო და რატომ? დღევანდელი მაღალი სამუშაო გამოწვევებიდან გამომდინარე, თუნდაც დატვირთვიდან გამომდინარე, მინიმუმ სამსახური
სამსახურებრივი სტრესი არის ყველასთვის დიდი გამოწვევა და შესაბამისად სამსახურებრივი სტრესი ეს არ არის ერთკომპონენტიანი მოცემულობა, რომელიც უბრალოდ სტრესში ვარ და აი ამ ერთ კომპონენტს მივხედავ. აქ შეიძლება წამოვიდეს ძილის დარღვევის გამოწვევა, დამოკიდებულებების გამოწვევა, ხო, სხვადასხვა ადიქციური ქცევა შეიძლება განვითარდეს, შესაძლებელია წამოვიდეს პრობლემა კვებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ყველა ამ საკითხს აღნიშნული პროდუქტი Solvi ფარავს და შედგება 8 ესეთი ღირებული ტრენინგ მოდულისგან, როგორიც გახლავთ სამსახურებრივი სტრესი, ძილი და დასვენება, დამოკიდებულებები, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობები, ძალადობა სამუშაო ადგილზე, ეკონომიკური სტრესი, რაც განსაკუთრებულად გამოწვევა არის კომპანიებისთვის, რომლებიც გაფართოებას, რეორგანიზაციას და ასე შემდეგ განიხილავენ და ასე შემდეგ. და მუდმივი სტრესი, რაც არის ალბათ კადრების დეფიციტი, ხო? კი ბატონო, ამ სტრესში მუდმივად იმყოფება ბიზნესი, ნებისმიერ მიმართულებით. ტალანტების დეფიციტი, რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი გამოწვევაა კომპანიისთვის, იმიტომ რომ არსებული ტალანტები მეტად იტვირთებიან და აი ამ ყოფაში განიცდიან უკვე კი ბატონო, სამსახურებრივი სტრესი არის უფრო ჭარბად წარმოდგენილი. რატომ არის აღნიშნული პროდუქტი მაღალღირებული? იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც კომპანია გვიკვეთავს ხოლმე ტრენინგს, რაღაცა 1-2 დღე ვართ ბედნიერები დასაქმებულები, ტრენინგის ეფექტი არის ძალიან მოკლევადიანი და შემდეგ ისევ თავიდან გვჭირდება განახლება. კი ბატონო, და შესაბამისად საჭიროებს დამატებით რესურსს, რომ თავიდან ჩავატაროთ ტრენინგები. პროდუქტის Solvi-ს მთავარი ღირებულება არის ის, რომ ამ ტრენინგების შემდეგ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად ვქმნით სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას, რომელიც გაწერილი გვაქვს კომპანიის მოთხოვნიდან გამომდინარე 6 თვეზე ან 1 წელზე და ამ 1 წლის ან 6 თვის სამოქმედო გეგმაში ჩადებული გვაქვს ყველა ის კომპონენტი, რაც მუდმივად განახლებას საჭიროებს. პირობითად თუ კომპანიასთან განსაკუთრებული გამოწვევა არის, რა ვიცი, სიგარეტზე, თამბაქოზე დამოკიდებულება, მაშინ ვქმნით სტრატეგიას, რომელიც მიმართული არის აი ამ კუთხით სხვადასხვა ტიპის აქტივობების დაგეგმვაზე, სხვადასხვა ტიპის რაღაც ღონისძიებების წარმართვაზე, სადაც ახალისდება თქვათ პერიოდები, როდესაც თანამშრომელი არ მოწევს სიგარეტს, ხო, პირობითად. მაგალითად, ჯანსაღი კვება თუ არის ცოტა დეფიციტურად თანამშრომლებში და თუ კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლებთან კვებას, ჩვენ წავახალისებთ, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი თებში, რომ მიიღოს ყველანაირი ნუტრიენტი, რათა იყოს გამართული ჯანსაღი და ისევ კომპანიისთვის შექმნას ღირებული პროდუქტები, ხო? სოფიო, არის თუ არა კვლევები და შესაბამისად ანალიტიკა, რა ზიანი ადგება როგორც დამსაქმებელს, ასევე დასაქმებულს მიმდინარე გამოწვევებით და რას ცვლის, ასე ვთქვათ, ის მიდგომა, რომელსაც თქვენ ნერგავთ საქართველოში? მარტივად შეგვიძლია შევხედოთ, ცხადია, ჩვენი კულტურა კვლევებით არ ვართ განებივრებული, თუმცა ჩვენ მუდმივად ვუყურებთ სხვადასხვა სექტორში რამდენად პრობლემური არის ტალანტების მოზიდვაც და შენარჩუნებაც, ხო? შესაბამისად, მარტივად შეგვიძლია განვიხილოთ, რომ კომპანიები, რომლებიც მუდმივად განიცდიან თანამშრომელთა დეფიციტს, იქ ყოველთვის დგას გამოწვევა აი ამ ტიპის, ხო, თუნდაც სტრესთან დაკავშირებით, თუნდაც ეკონომიკურ სტრესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კომპანიები, რომლებიც მუდმივად რაღაც სხვადასხვა ტიპის რეორგანიზაციებს გეგმავენ და ეკონომიკური სტრესის ქვეშ ერთიანდება ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორიც გახლავთ არასტაბილურობის შეგრძნება სამსახურში, როდესაც მაქვს თუნდაც ფინანსური დეფიციტი, ხო, შეიძლება ვფიქრობ, რომ ვშრომობ ძალიან ბევრს და არ მაქვს რელევანტური ანეზღაურება. ეს ყველაფერი მთლიანობაში იწვევს თანამშრომლებში ეკონომიკურ სტრესს, რომელიც, რა თქმა უნდა, მენტალურად ძალიან გვაზიანებს. ანუ რეალურად ეს ჩვენი პროდუქტი მიმართული არის იქეთკენ, რომ მენტალურადაც და ფიზიკურადაც კომპანიას რა რესურსიც აქვს მათზე მორგებულად შევქმნათ გარემო, სადაც აი ეს კომპონენტები იქნება მაქსიმალურად გაძლიერებული. სოფიო, მემორანდუმიდან გამომდინარე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ასოციაციის წევრებიც იზიარებენ, ასე ვთქვათ, ამ მიდგომას, ეს არის რეალური გამოწვევა და შესაძლებელია, რომ გარკვეული პრობლემები, რომელიც კომპანიას მიმდინარე ეტაპზე აქვს, სწორედ ამ გამოწვევიდან გამომდინარეობს.
რასაკურველია ასოციაცია მთლიანად მოქმედებს თავისი წევრების ინტერესებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, ჩვენივე წევრები არიან ჩვენი გამგეობის წევრებიც და ჩვენ გამგეობის შეხვედრებზე ფაქტურად წლის გეგმებს ვსახავთ. იქიდან გამომდინარე, რომ რიტეილ სექტორი საკმაოდ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და ვაერთიანებთ 30,000-ზე მეტ თანამშრომელს. საკმაოდ აქტუალური არის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების მიმართულებები. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიზნად დავსახეთ ასოციაციაში მუდმივი ზრუნვა თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით და ეხლა უკვე ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ეს მიმართულებაც ჩვენი თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც. ვისთვის უფრო არის ეს პროგრამა? დამსაქმებლისთვის თუ დასაქმებულისთვის? დიდი მადლობა, საინტერესო კითხვა არის ნამდვილად. ზოგადად პროდუქტი, როდესაც შემოვიტანეთ და გადმოგცა აილომ, ასე განვსაზღვრეთ, რომ უნდა იყოს მეტად დამსაქმებლებისთვის, რომლებიც არიან გადაწყვეტილების მიმღებები და შეუძლიათ განსაზღვრონ თავისი დასაქმებულისთვის, აი ამ წლის ჭრილში რა გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მის კეთილდღეობას, ასე ვთქვათ, ხო, კარგად ყოფნას. სად არის გიორგი ისაკაძე? ნორვეგიაში. აი, რა დროს ნორვეგია იყო ახლა? თუმცა ჩვენი გამოცდილებით ჩვენ დავიწყეთ უკვე აღნიშნული პროდუქტის განხორციელება და იმპლემენტაცია. ჩვენი გამოცდილებით ძალიან ინტერესდებიან დასაქმებულებით და გვაქვს ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული შეხვედრებით, სადაც სტრესის თემა ყოველთვის აქტუალურია, ყოველთვის აქტუალურია ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტივობების თემა, ძალიან აქტუალური გახდა დამოკიდებულებების თემა, რასაც ხშირად ვერც კი იაზრებენ ადამიანები, თუ რამდენად არიან დამოკიდებული კონკრეტულ ქცევაზე თუ კონკრეტულ რაიმე ნივთიერებაზე, ხომ? ასე რომ ჩვენ როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე დასაქმებულებისთვისაც შეგვიძლია აღნიშნული პროდუქტის შეთავაზება, თუმცა ორიენტირი გვაქვს მაინც დამსაქმებლებზე, რომლებიც შემდეგ სტრატეგიულ გეგმაში იმუშავებენ და უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილად აქცევენ. ალბათ და ლოგიკურადაც იგივე ამ ტრენინგების გავლა ასოციაციის წევრ კომპანიებს ნებისმიერთან მიწვდომადი იქნება ეს ინფორმაცია თქვენიდან გამომდინარე. თუმცა იმ ბიზნესებს როგორ უნდა მივაწვდნოთ, ვინც მაგალითად არც ახლა უყურებს პირობითად საქმიან დილას, არ იცის ამ ინფორმაციის შესახებ, აი ეს ტექნიკურად როგორ შეიძლება რომ უფრო გავავრცელოთ საზოგადოებაში, მივიდეს იმ ბიზნესებამდე, ვისთვისაც და ალბათ ყველასთვის საჭიროა ეს ტრენინგების კურსი. სამწუხაროდ ჩვენი ასოციაციის გარდა, ანუ წევრების გარდა სოციალური მედიის საშუალებით შეგვიძლია ალბათ მარტო რომ მივაწვდინოთ ხმა. ჩვენ უფრო აქტიურად ჩვენს ასოციაციის წევრებთან თანამშრომლობთ, გვაქვს ჩვენი შიდა. მე ალბათ word of mouth-ის პრინციპით შიდა საკომუნიკაციო წყაროები გვაქვს, დაყოფილები გვაქვს თანამშრომლები, თქვა და HR-ების გუნდი ცალკე გვყავს, PR-ების ცალკე და თემატურად ვაწვდით ძალიან აქტიურად ნებისმიერ ინფორმაციას და საკმაოდ აქტიურები არიან თვითონაც. მიღებლობა კარგია, ხო? კი, ძალიან დაინტერესებულები არიან და ძალიან პოპულარობით სარგებლობს მსგავსი ტრენინგები. ჩვენ უკვე რაღაცა პერიოდის განმავლობაში დაახლოებით იანვრიდან მე მგონი, თვეში ერთხელ გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით ჩავატარეთ უკვე მთელი რიგი ტრენინგები. ეხლა დავისვენეთ ზაფხულში და ოქტომბრიდან უკვე ისევ გავაქტიურდებით და ისევ ჩავნიშნავთ. პირველი იქნება სწორედ ეს სოლვის პროგრამა, რომელიც სოფო მახსენა, ამითი დავიწყებთ და შემდეგ ისევ თემატურად გავაგრძელებთ. და სად უნდა დაგიკავშირდნენ მაგალითად, ანუ ყოველთვის შემთხვევაში უნდა მოხდეს კომუნიკაცია ბიზნესების მხრიდან, ვისაც აინტერესებს. კი ბატონო, აი ცნობადობასთან დაკავშირებითაც გაგიზიარებთ, ჩვენ რამოდენიმე შეხვედრა სხვადასხვა მსხვილი კომპანიის HR-ებთან უკვე განვახორციელეთ. თვის ბოლოს 24-ში გვაქვს სასტუმრო პულმანში ასევე საკმაოდ გაფართოებული შეხვედრა კომპანიების HR-ებთან და შრომის საფრთხეების სპეციალისტებთან და ვახდენთ ამ პროგრამის პრეზენტაციას, ასე ვთქვათ, რომ გაიაზრონ, გაიზიარონ და გახადონ პრიორიტეტული თანამშრომლებზე ზრუნვა. დაკავშირება აუცილებლად უნდა მოხდეს კოსთან და გავაცნობთ ყველა დეტალს, რაც იქნება მათთვის მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები. გელით უკვე შედეგებით და რამდენი ბიზნესი გაერთიანდება ამ არაშუალებრივი იდეის ირგვლივ. მადლობა. სტუმრობისათვის სოფიო ქაშკაშვილს მასპინძლობდით, რიტეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენთან ერთად და ასევე სოფიო მამისწარაშვილი კოს ტრენინგების განვითარების ლიდი იყო საქმიანი დილას სტუდიაში.